რევმატოლოგია მოიცავს ძვალსახსროვანი სისტემის არაანთები და ანთებით, მათ შორის აუტოიმუნურ დაავადებებს, რომლებიც სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანებითაც მიმდინარეობს. რევმატოლოგს უნდა მიმართოს პაციენტმა ნებისმიერი სახსრის, ტკივილის, შეშუპების, შეწითლების და სახსრის მოძრაობის აქტიური და პასიური დიაპაზონის დარღვევის დროს. ძვალსახსროვანი სისტემის არაანთებითი დაავადებებიდან ყველაზე მეტად ცნობილია მუხლისა და მეჯბარძაყის სახსრის ართროზები, ეგრეთ წოდებული გონართროზი და კოქსართროზი. ანთებითი დაავადებებიდან რევმატოიდული ართრიტი, რომელიც წარმოადგენს ავტოიმუნურ დაავადებას და პოდაგრა, რომელიც გამოწვეულია სისხლში შარდმჟავას მომატებით. თუ გაწუხებთ ნებისმიერი სახსრის ტკივილი, შეშუპება, შეწითლება, მოძრაობის შეზღუდვა, მიმართეთ რევმატოლოგს, რათა დროულად იქნეს ჩატარებული გამოკვლევები, როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტალური, დაისვას დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა. ძვალსახსროვანი სისტემის დროულად დასმული დიაგნოზი საწინდარია ეფექტური მკურნალობის და ხანგრძლივი რემისიის.